მე ვარ ანდრია როდინაძე 8 წლის. ვსწავლობ მერვე საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა ფეხბურთის თამაში და კითხვა. ძალიან მიყვარს ფეხბურთი, მაგრამ სამწუხაროდ ჯერჯერობით ფეხბურთზე არ დავდივარ. იმიტომ არ დავდივარ, რომ ჩემ მშობლებს დრო არ აქვთ, მაგრამ ერთ წელში ექნება. ახლა სულ ვთამაშობ მეგობრებთან ერთად. მე მიყვარს შეტევაში თამაში და გოლების გატანა. ჩემს კარიერაში უკვე გატანილი მაქვს 100 გოლი. ერთი გოლი გამომივიდა ყველაზე ლამაზი. როცა ჩემი მეგობარი პასს მაძლევდა, ავხტი და მაკრატელა დავარტყი და მეკარე არ გაინძრა და გავიტანე. სულ მინდოდა და ვემზადებოდი მაკრატელას სარტყელად. ჩემი ყველაზე კარგი საფეხბურთო თვისება გოლების გატანა. მე მაქვს ფეხბურთის ნიჭი და გოლების ალღა. ყველაზე კარგად გამომდის ალექსანდრე ზოიზესთან თამაში. ეს არის ჩემი კლასელი და მეგობარი. მეგობრობა არის ერთად ყოფნის სურვილი. მე ახლა მყავს 10 მეგობარი და მინდა მყავდეს 20 მეგობარი. ჩემი საყვარელი ფეხბურთელი არის კრისტიანო რონალდო და საყვარელი გუნდი არის მადრიდის რეალი. მე რომ კარგი ფეხბურთელი ვიყო, კარიერას დავიწყებდი დინამო ბათუმში. შემდეგ გადავიდოდი მანჩესტერ იუნაიტედში, შემდეგ პესეჟში და შემდეგ მადრიდის რეალში. საქართველოს ნაკრებში სიამოვნებით ვითამაშებ 7 ნომრით. მე გადაწყვეტილი მაქვს გავხდე პროფესიონალი ფეხბურთელი. ფეხბურთის თამაშს ვაპირებ 45 წლამდე. კარიერის დასრულების შემდეგ გავხდები მხატვარი. ჯერ არ მიყვარს, მაგრამ ალბათ შემიყვარდება. ასე არ ვფიქრობდი, მაგრამ ამ გარემოში რომ მოვხდი, ვფიქრობ ახლა ასე. ბავშვობაში მინდოდა გამოსულიყავი პოლიციელი. პოლიციელობა იმიტომ გადავიფიქრე, რომ კრისტიანო რონალდომ შემაყვარა ფეხბურთი. ჩემი სკოლა იმიტომ მიყვარს, რომ მყავს კარგი მეგობრები, კარგი მასწავლებელი, დიდი ბუფეტი გვაქვს და დიდი ეზო. რომ შემეძლოს სკოლის ბუფეტში დავამატებდი კარტოფილ ფრეს, ბურგერს და კოკა-კოლას. ჩემ კლასში ყველაზე ცელქი არის ნიკოლოზ მექობიშვილი. ყველაზე ჭკვიანია სესილი ქარცივაძე. ყველაზე მშვიდია ელენე სმირნოვა. მე ვარ ყველაზე მხიარული და ნიჭიერი. ჩემი საყვარელი საგანია მათემატიკა. მათემატიკა იმიტომ შემიყვარდა, რომ ყველაფერი ადვილად გამოდის. ზოგ ბავშვს იმიტომ უჭირს მათემატიკა, რომ როცა მასწავლებელი ხსნის ადვილ მასალას, რითიც ადვილად გამოვიყვანთ მაგალითებს, არ ისმენენ და ვერ უძნელდებათ მაგალითების გამოყვანა. სინამდვილეში ბევრი ბავშვია, რომლებსაც გართობა ურჩევნიათ სწავლას. გართობა მეც მიყვარს, მაგრამ კითხვა და სწავლა აუცილებელია. კითხვა რო აუცილებელია, მასწავლა დედამ, მამამ და ბებიამ. ჩემი საყვარელი მასწავლებელია ნატალია აბუსარიძე, რადგან მას უყვარს ბავშვები და მხიარულია. მე მინდა ნატალია მასწავლებელი იყოს ჩემი მეზობელი. იქნებოდა დედიკოს მეგობარი და ერთად ხშირად დალევდნენ ყავას. ჩემი საყვარელი წიგნია პინოქიო. მე რომ მწერალი ვიყო, წიგნს დავწერდი მათემატიკაზე შეყვარებულ ბიჭზე. ეს კარგი ბიჭი, რა თქმა უნდა, იქნებოდი მე. მიყვარს მულტფილმების ყურება და ჩემი საყვარელი მულტფილმია ტომი და ჯერი. მაგ მულტფილმის გმირი რო ვიყო, იქნებოდი ჯერი. ზღაპრის გმირებიდან ყველაზე უფრო ვგავარ პინოქიოს. ასე იმიტომ მგონია, რომ ტყუილი არის ჩემი ჰობი. ამ ინტერვიუში ჯერ არაფერი არ მომიტყუებია. ტყუილები იმიტომ არ მიყვარს, რომ ვინმეს რამე დაუშავო. უბრალოდ ხანდახან ამით ვხალისო. ესე ჩემი ყველაზე კარგი თვისება მგონია სიკეთის კეთების სურვილი. სახლში ვცხოვრობთ მე, დედა, მამა და ბებია. მინდა მყავდეს ერთი ძმა და ერთი და. მომიყვარის მხიარული, ჭკვიანი და ჩემსავით სიმპათიური. დედიყვარის ლამაზი, მზრუნველი, თბილი და საყვარელი. ძალიან მიყვარს ბებიას გაკეთებული პიურე და კოტლეტი და დედას შემწვარი კარტოფილი. ჩემი აზრით, ჩემი ცოლი ყველაზე გემრიელად გააკეთებს სუპს. ამ ეტაპზე შეყვარებული არ მყავს, მაგრამ ბაღში მყავდა. იმ გოგოს იმიტომ დავცილდი, ბაღი რომ დავამთავრე, სხვადასხვა სკოლებში გადავედით და ვეღარ ვნახულობ. ჯერჯერობით არ ვჩქარობ ახალი შეყვარებულის გაჩენას, რადგან მინდა თავისუფლად ვიცხოვრო. ცოლს რომ მოვიყვან, ვიქნები 21 წლის. შვილებს დავარქმევ დემეტრეს, ერეკლეს და ნიას. ახლა მინდა ვიყო 18 წლის, რადგან ვითამაშე საქართველოს ნაკრებში. ნუ ოჯახი რომ მქონას, გავხდებოდი მილიონერი. ბევრი ფული რომ მექნება, ვიყიდი დიდ სახლს, მანქანას და მოტოციკლებს. სამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდოდი პარიზში. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთ შეკითხვა. რომელი სუპერძალა მინდა რომ მქონდეს? მე მინდა მქონდეს გაუჩინარების სუპერძალა. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ კითხვას, რა არის მისი ოცნების საჩუქარი? მაგალითად, ჩემი ოცნების საჩუქარია პლანშეტი. ბედნიერება არის ფეხბურთის თამაში, ტელეფონს რომ ჩუქნიან და კარგი ოჯახი რომ მყავს. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.